Georgia. Let's go, man! არის კონტაქტი. Ბათუმი, come in. როგორ ახართ? რა ხდება? მოგესალმებით ყველას. Fight Hopper-ებს, ნოსტალ გიორგი, რა თქმა უნდა, ხუჩა ქორიძესთან ერთად ბათუმი Fight აკადემია ჩვენთან არის. Fight Hop-ი ცოცხალი არის. მე და ხუჩა სიამოვნებით ყველა ბრძოლის შემდეგ ესე ვზივართ ხოლმე და ვსაუბრობთ ხოლმე და ამჟამადაც ესე გავაგზელებთ. ხუჩ, როგორ ახარ ძმაო? როგორ მოგეწონა ეს კარდი? Adesanya versus Pfeiffer. კარგად. იშვიათი კარდი იყო, რომელიც რეალურად მომეწონა რა და რაღაც გამორჩეული ბრძოლებიც იყო რა. რა თქმა უნდა, breakdown-ით მაგას ყველასაც და გავივლით. კიდე რა ვიცი რა ორივე ნახეთ RAF Real American Freestyle Wrestling-ი. საინტერესო იყო, იმიტომ ძალიან ჰაიპიანი მთავარი ის ბრძოლა ქონდა და co-main event-იც საკმაოდ საინტერესო Colby Covington-ი. კარგი UFC-ს ვარსკვლავებით არის სავსე რა ეს ორგანიზაცია, არა მარტო UFC-ს ვარსკვლავებით ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, თვითონ რეგიონალური All American სტარები და პოპულარიზაცია გააკეთა მაგარი ჭიდაობის, რადგან სიმართლეს გეტყვი, რომ ეხლა რო უყურებდი რა UFC-ს რა, ერთი თვალი მქონდა იმაზე რა, RAF-ზე რა. და მაგარი. კი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერმერთი UFC-ს, ანუ UFC-ს ირგვლივ აიშენე მაგათმა სახელი რა. რაცა უნდა ეხლა ოლიმპიური ჩემპიონები წარმოიდგინე, ანუ პრელიმებში ჭიდაობენ რა და ანდერკარტში ჭიდაობენ და ანდერკარტში მინა პრელიმები მაჩები ქონდა და main card-ში ჭიდაობდა UFC-ს მებრძოლები, იმიტომ რომ რეალურად ხო ახურებად და რაც არის და მოქმედი რაც არის UFC-ს მებრძოლები არიან, თან ანუ ისეთი მებრძოლები არიან, ვისაც დიდი აუდიტორია აყავთ რა. მაგიდან გამომდინარე, რაც უნდა მაგარი მოჭიდავე იყო, ყოველთვის ბიზნესი არის რა და ანუ გამახსებულიც არის რეალურად main co-main-ი ძალიან მაგარი იყო რა. კი, და Chael Sonnen-ი მანდ იყო. Ben Askren-იც მანდ იყო, ანუ ერთვებოდა ხოლმე და აბაბინ იყო კიდე. ჩვენ რო საუბრობდით WWE-ზე იმდენი ხანი რო ვისაუბრეთ ერთ ეპიზოდზე, გასოს Kurt Angle იყო კომენტატორი კიდე და ეგ გაასწორა, მაგრამ ჭიდაობა ის სხვა დონეზე. ხო, მაგრამ ეს ბოლოზე არ იყო და ახალი ის იყო დამატება იყო. მე არ მახსოვს ბოლოზე რა, Kurt Angle რა და მაგრამ გაასწორა Kurt Angle-ის ჩართვა რა. თუ ახლა საკმარისად განვითარდნენ, რომ ახლა Kurt Angle-ს მოიწვიონ და სხვა ვერსლები მოიწვიონ რა. ხო და შენ ბიჭო ტოლმაზე ხო დაობენ ის არისო სომხური არისო თუ აზერბაიჯანული არისო ვერ იმასკნეს ხო დაალაგეს ეგ თემა ხო მგონი არა ზოგადად მაგისადაო თემა კიდე დარჩენილი ხო ანუ არ არის დაალაგებული ვისი არის აზერები იძახიან რომ ტოლმა არისო აზერულიო ხო მგონი და ხო მაგრამ სომხებიც იძახიან რომ სომხური არისო არა მე მესამე ვარიანტიც ვიცი მაგის ხო კიდე რა არის აბა ora მივართ რომელი ქვეყნიდან არა არც აზერებს და არც იმათი არ არის საქმე ხო და ხა ტოლმაზე რატო ბაზრობ ვიცი ვიდი ხარ ბიჭო აი ბეტმენით სომეხი ყოფილა ძმაო მეტი რაღა ბიჭო როგორ გამოაცხადეს არმანდ ბეტმენ წარუკია და ც არ უნდა თქვა თურმე რა კომენტებიდან ვისწავლე რომ ც არა ც უნდა თქვა ბეტმენ წარუკია არა მისი რაღაცა აქვს რომ წარუკიანს უძახი და არა წარუკიანს რადგანაც ხა შეიძლება როგორც ისე დაუძახოაზე ხა რა ჩვენ მას საქართველოს ვარ და ზოგი გრუზიას გვიძახეს ამიტომ მოკლედ ეს თემები გვაქვს რა თქმა უნდა დავიწყებთ UFC-თ გადავალთ RAF-ზე შემდეგი RAF-ის ევენტი იქნება ჩვენი რახან მთავარი ბრძოლა არის მთავარი ჭიდაობა არის მერაბი და სეხუდო რა და რა თქმა უნდა ყველა საინტერესებს ეგ ანუ მარტო სუფთა ჭიდაობაში როგორ გამოვა ეგ ამბავი რა ხო და კიდე სიახლეები
და მოდი ამ სიახლით დავიწყოთ რა. დიდი სიახლე არის ჩვენთვის, უმაგრესი, ძალიან სასიამოვნო ჩვენი სპორტისთვის, თქვენი კლუბისთვის, ძალიანაც საქართველოს MMA-ის ფანებისთვის. One Championships დაემატა კიდევ ერთი ქართველი და პირველი MMA მებრძოლი კაცი, მებრძოლი რუსლან ბოლქვაძე გილოცავთ. ძალიან მაგარი ამბავი არის. ძალიან მაგარი, რატო? იმიტომ რომ ვანი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი და კარგად მოწყობილი და ესეთი ორგანიზაცია რა, სოფლიოში ერთ-ერთი და რავი, გილოცავთ რა და როგორ მოხდა ეს ყველაფერი რა, როდის გავიგეთ და არა, მე ახლა პირადად დიდი ხანია ვიცოდი მაგ კონტრაქტის მაგ შემოთავაზების არსებობა და ანუ ზოგადად რა მარტივი მასე კონტრაქტის გაფორმება, ანუ როგორც ახლა სხვა ორგანიზაციებში ხდება, თქვი დავარტყით ხელი და წავიდა. რა რაღაც ბევრი ნიუანსები არის. მედია, ბოლო ბრძოლის სანახაობობა, ანუ შეთანხმება ბევრი ნიუანსების კიდე მანამდე ბევრი სამედიცინო ანალიზები, რადგანაც ახლა ვანს არ აინტერესებს ახლა და ჩანიშნო შენთან ბრძოლა რომ არისო მზად და ანუ ბევრი ნიუანსი არის მოკლედ რომ ვთქვა რა. ძალიან ბევრი ნიუანსი არის და ისე შედგა რომ ყველა ვარსკვლავი საიდან მიწვევენ რუსლანს რა ეგ მაინტერესებს. რუსლანი მუშაობს როგორც თავისუფალი აგენტი. ანუ ზოგადად ახლა რუსლანისთან ისეთი მიდგომა მაქვს მე რომ სხვა სამენეჯმენტოებთან ხანგრძლივ კონტრაქტებს არ ვაფორმებინებ რა. რადგანაც თავისუფალი აგენტის პოზიციაში მყავს რა. თუმცა ყავს სხვა მებრძოლები ყავს, მაგალითად სამენეჯმენტო კონტრაქტი რამოდენიმე რა. და მაგას არ ვაწერინებ კონტრაქტს. იმიტომ რომ შეიძლება რომ ხვალვე UFC-ში შევიდეს იგი მზად. ხო რა, ანუ რეალურად ხო უფრო მეტ საშუალებას იძლევა ის რომ არ ყავს ერთი წარმომადგენელი. ამიდან გამომდინარე ძალიან მეორე მენეჯერი ცდილობს რომ მისი წარმომადგენელი იყოს მაგ მომენტში რა. ხო და შევდი ისე რომ და ერთ-ერთი არის ჩვენი მენეჯერი არის ერთ-ერთი რა, ერთ-ერთი კავშირი არის რა. მაინც და მაგიდან გამომდინარე ნაბიჯ აეწყო ეს მოძიების შემოთავაზება. ან პირველ რიგში თქო და ბრძოლა მივიღეთ. მეორე რიგში მე მეტოქი შევათანხმეთ, ანუ თარიღი მივიღეთ, მეორე რიგში მეტოქი შევათანხმეთ. კი, ყველა ეტაპზე თანახმა ვიყავით. ანუ ყველა ეტაპზე კარგად შედგა, ასე რომ ვთქვათ რა, ყველაფერი რა. მეტოქიც ჩვენთვის კი ცნობილია, მაგრამ მაყურებლისთვის მაინც ვანის პრიორიტეტი გააჩნია რა, რომ მაგათმა დაანონსონ და არა ჩვენ. ანუ მაგათი თხოვნა. რომ ჩვენ შეგვიძლია თარიღი დავაანონსოთ და ვანში ვართ და ოპონენტი არ უცით. ხო რა, უშუალოდ მეტოქი მოითხოვა ვანმა რომ ხო, ჩვენ დავაანონსოთ, რადგანაც ანუ მაგრამ ჩვენ ვიცით ლოკაციაც, რახან თარიღი ცნობილია, ანუ ლოკაცია ავტომატურად ცნობილია რა და გითხარი რა კიდე ერთხელ რა. ხო რა, ბანგკოკში ვიქნებით 24 აპრილს საქართველოს პლუს რაც სასიამოვნო არის, ახლა საქართველოსთან ჩასული პირველი მებრძოლი იქნება რუსლანი. რომელიც ახლა Major League-ის კარებს ახსნის, ასე რომ ვთქვათ რა, MMA-ში, თორე ხა კირიამ გახსნა ვანის კარები kickboxing-ის თვალსაზრისით. ვანის კარები გახსნა კი არა, ანუ ვანის კარები და გახსნა Glory of Glory-ის კარები და გახსნა დახურა და ყველაფერი ლოლაძე MMA-ში. ხო რა. ხო არა, ელენე ხმაის ტაილანდში არის და ადვილი მისაწვდომია მისთვის 1 საათიანი ფრენა არის ბანგკოკამდე რა ფუკეტიდან და მაგ უფრო მარტივად მიდის მუშაობა რა, რადგან ის და მე ვიქნები კიდე პირველი, ხო იცი, ხუჩ მე რაში. მე ვიქნები. ხო რა, მაყურებელს ვეთქვით რომ გიორგისაც ველოდებით დიდი ალბათობით, აი იქ ვიქნებით fight hop იქნება inside the process. რა, გოჩასთანაც როგორც იყო, თან პლუს კარგად მაგრა გვაქვს ეს სტატისტიკი. და რავი რა ძალიან მაგარი ფაით გიგველოდება მგონი რა. აუ ბანგკოკში რა მაგარ გადაღებებს ვაპირებ. ღმერთმა ქნას ყველაფერი გეგმით წავიდეს. რაც თავარია რუსლანის ბრძოლა ჩაინიშნოს, შედგეს და წავიდეს კიდე ერთი ნაბიჯი წინ დიდ მიზანთან. და მეორე hangover-ი ჩვენზე იყოს მაშინ რა. მეორე რა? მეორე hangover-ი.
მეორე არა მგონი უკვე მეოთხე არის თუ რაღაცა სამი ხო იყო. არა, მეორე ხენგოვერი ხო ბანგკოკში იყო და შენის მეორე ხო. კუთხეში გაჩნდა არის რა. ოხე. Nice one, nice one. მოკლედ 24 აპრილს ბანგკოკში ჩვენთვის დიდი შოუ მიდის რუსლან ბოლქვაძის კუთხეში. ვიქნებით არა მარტო მე და კოუჩი მთლიანი Fight Hop-ის მაყურებელი და საქართველო. Let's go. მოდი დავიწყოთ აბა UFC Seattle. ისრაელ ადესანიას ყველაზე დიდი პაუზა დასრულდა, დაბრუნდა ადესანია, შეხვდა ჯო პაიფერს. მათ შორის დიდი განსხვავება იყო ახლა რანკინგ სისტემაში, მაგრამ ეს უკვე აღარავის აღარ უკვირს იცის ყველამ რომ UFC არ აინტერესებს მეხუთე ნომერი ხარ და მეოთხე შეხვდები თუ რავი შეიძლება საერთოდ რანკინგში არ იყო დღეს დებიუტი გააკეთა heavyweight-მა საერთოდ და პირდაპირ top 10-ში შევიდა ასე ხარ ეს heavyweight-ის თემა არის ცოტა ის არის კიდე განსაკუთრებული არის მაგრამ მაინც რა და მოდი დავიწყოთ ამ ბრძოლით რა ჩემი აზრით სულდათ არ გამოიყურებოდა ადესანია მაგრამ პროფესიონალური თვალით მაინტერესებს კი არა, პირველ რაუნდში შოული ადესანია იყო. უბრალოდ აი როგორ აიცი, ძალიან დიდი დობის კრედიტი არის გაწეული ადესანიის მიმართ, რადგან მისი დროის ჩემპიონი იყო და რაღაც მომენტებში, ანუ კარგი ვინსტრიქზე იყო და წარმატებული მებრძოლი იყო რა. მაგრამ ახლა მოდის ახალი თაობები, ესეთი რომელიც ადესანიას უგებენ როგორც დუპლესი მოიგო, აი ზუსტად მსგავსი სტილით რა, ტემპის გატეხვით. და იგივე მოუკეთა პაიფერმა რა ტემპი გაუტეხა და მაგიდან გამომდინარე მოუგო რა. პლუს ახლა ზიანს იქვემდებარება რეალურად რო ვთქვათ რა. და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იქვემდებარება ზიანს რა. და რო ვთქვათ ახლა ადესანიასთვის საჩუქარი იყო პაიფერი, ანუ კომფორტული ჩხუბი იყო ადესანიასთვის პაიფერი, ანუ მაგან ხო რაგან მიზნებით მოიგო რა ხა. საშუალო ფენის მებრძოლეს მოუგებ და მე იმას ვიზამ რა ქვია რა. ხო. მე დავბრუნდები ჩემს რიგზე, მაგრამ ანუ შენ გონია რომ ეს tune-up fight-ი შემოწმებდ ესეთი გამხურების მისთვის უეჭველი, თორე ხა UFC-ს win-win პოზიცია აქვს. ყველაზე ხა რა, ადესანია იგებს, ადესანია დაბრუნებული ყავს, ადესანია აგებს, ახალი ვარსკვლავი ყავს, ვარსკვლავი რა, ანუ ახალი პროსპექტი ყავს ადესანიის სახელზე აგებული რა. თან მით უმეტეს დამაჯერებლად თუ მოიგო რა, როგორც ახლა ამ ტიპმა მოიგო ის დამაჯერებლად. და კიდე ერთი მაგალითი იყო, რომ თლიანი დასწრება ხალხი ვინც იყო supporting ხარდაჭერას უკეთებდა ადესანიას, რომელიც არც არის ამერიკელი ხო ასე ხარ. მე რა მეგონა იცი? რომ ადესანიამ მაგრა ემუშავა ფეხზე რა ქაფქიქებით რა და აი ცოტა აკდა ეგრე მეგონა რა, რომ ალბათ ორი კიდე იქ და მეთქი აი აიპოუკი რომ მიიღო გახსოვს? აი მან აიპოუკის დროს ის ფეხი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში რა. დაცვაც კარგი აჩვენა მგონი რა ტეიქდაუნების ადესანიამ. ანუ ზოგადად ხო რა, არანაირი პრეტენზია არა ადესანის ლეგიტიმურობის მიმართ. უბრალოდ ეს არის ჩემი აზრით, ეს ახალი თაობა, რომელსაც დღესდღეობით ადესანია ვერ ერევა სტილიდან გამომდინარე. ანუ ჩაოლებრივი ენდერსონ სილვას კეისი დემართა ხოლმე ხარ რა. ენდერსონ სილვას მასე მოვიდა, რომ ახალი თაობა მოვიდა და იმ ახალი თაობის ახალი ინსტრუმენტებს და იარაღებს პასუხი არ აქვს. თორე ახლა ადესანია რო სახიფათო გომში ჩვენ დავინახეთ ყველა. შენ გონია რომ ახალი ინსტრუმენტები ქონდა ჯო პაიფერს? როგორ ბძანიც უყურე თვითონ ახალი ტექნიკები კი არა და უფრო რაფერი რაღაცები ქონდა იცი რაღაც მომენტში იმდენად დამაზიანებელი მოქმედებები აქვს მაგათ ხო ჯო პაიფერსაც მაგ მომენტებში ვამბობ რა რომ მაქსიმუმს წუდავს მის უპირატესი პოზიციიდან რა მაქსიმუმი შედეგი ამოაქვს მის უპირატესი პოზიციიდან რა და ზუსტად მასეთ რაღაცებში ადესანია იჭედებოდა რა როცა მაქსიმალურად არ აფუჭებდნენ ასე ვთქვათ რა აზიანებდნენ და ასე შემდეგ რა მაგ ახლა კასტელომის ბრძოლიდანვე წამოწყობილი მაგი ეტყობოდა მაგას რა რომ მაგალითად პარტერში რომ დააზიანო ხო ანუ ძალიან დიდად ეტყობა მის შედეგს რა კი ახლა
რაღაც როკის ფილმიდან რაღაც ეპიზოდი ეგონება იქ რომ გასტელუმთან რო ქონდა რა მეხუთე რაუნდის დასაწყისში, მაგრამ რეალურად ხო გასტელუმს ვაიდე გადამრიაში არ დაუმტრევია ეს რამოდენიმე მომენტი ნახა რა მან რამაც მოაგებია რა ორი რაუნდი მაგ ბრძოლაში. ამიტომ ზოგადად რა მიმართულებაც იყო, რა მიმართულებაც ადრე ჩანდა, ხო? იმის დაგვირგვინება არის ახლა რამდენი რა 8 წლის განმავლობაში, ხო გამოდის 7-8 წელი გავიდა რა. და კიდე ექვემდებარება მაგ იმის, ამიტომ გასაგები ადესანის შესახებ ყველაფერი რა ზოგადად რა. მე ვფიქრობ, რომ უკვე fan favorite fight-ები უნდა აიღეთოს რა, ანუ და არა სარეიტინგო მატჩები, ასე რომ ვთქვათ რა. რადგანაც მისთვის რთულია ჩემი აზრით, ეხლა პირველ ათეულთან იასპარეზოს რა, და იმამოვთან და იმათთან შეხვედრა მაჩვენა ზოგადად რა, ვისაც არის და როგორ არის რა. არა და ორივე ბრძოლაში კარგად მიდიოდა რა, იმამოვთანაც კარგად მიდიოდა. ანუ ელიტური კიკბოქსერი არის, მაგაზე ხო არავინ არ უარყოფს, აი ძალიან ელიტური დონის კიკბოქსერი არის რა. მაგრამ რაღაც მდგომარეობაში იმამოვთან ასოთანაც ხო ისე იმ ხელაზე ემქვემდებარება ზიანს ეს მებრძოლე რა, და ზოგადად რატო არის ფრთხილი და მეორე ნომერი და ეს სულ მოძრავი და სულ გარების, იმიტომ რომ თვითონაც იცის რომ იმ დონეზე ემქვემდებარება ზიანს ხო, ხოლმე ერთი გადაჭრა, ერთი მნიშვნელოვანი მოქმედება და აი თავდება რა მაგ მებრძოლე. მაგიდან გამომდინარე, ანუ სწორი გადაწყვეტილებები აქვს, მაგრამ ჩემი აზრით უფრო აი ვეტერანების ლიგა და რაღაცა ისეთი რაღაცები უნდა გადავიდეს რა. ხო და ჯო პაიფერი გადავა ეხლა მე 14 ადგილიდან შეიძლება დაიკავოს მე-4 ან მე-5 ადგილიაზე ხა რამხელა ჯამპი არის რა. ანუ ისე გამოდის რომ ერთი ბრძოლაც და ტიტულზე არის საუბარი რა. ну რა თქმა უნდა თუ ისეთი ეფექტური და რაღაც გამოხმაურება ქონდა რა, მაგრამ აი რამდენი როგორ შეაფასებ თვითონ ჯო პაიფერს ეხლა რო შეხედო აი ამ ტოპ 5-ის სახელებს დუპლასი. ხამზაძე ხო საერთოდ არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ აი არ მგონია რომ რაღაც მგონია პირიქით რომ დიდი underdog-ი იქნება ხამზათან ძალიან ჯო პაიფერი რა, მაგრამ ან თვითონ ამ ტოპ 5-ს რო შევხედოთ თუ არ მეთანხმები მითხარი რა და აი ვინც არის შონ სტრიკლენდი, იმავოვი, დუპლასი, ბორაიო აი ამ ხალხთან რა. просто ეს რაღაცას ხაზს გაუსვამდი რომ მანამდე სანამ ვიტყოდი რომ ბორაია ხარა ტოპ 5-ის მებრძოლი რა, მაგრამ ახლა ტოპ 5-ში რეალურად იგივე ისაც არის რა ქვია. ცემ პოზა ქვია ბიჭი მას ეხა ბორაიო ჩემს უფრო ტოპ 5-ის მებრძოლი არ არის, მაგრამ უფრო ტოპ 5-ი უფრო ბორაიოზე მეტად ჰერნანდესი იკუთვნის წაგების შემდეგაც რო იყოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა, სკილსეტიდან გამომდინარე უფრო გულისხმობ მაგას რა, რადგანაც უფრო მძიმე ოპოზიციას შეხვედრული ასე რა ვთქვათ რა, და ეხა ბორაიო ძლიერ ოპოზიციასთან თლად კარგად ვერ გამოიყურებოდა რა. და დერიდელთანაც ხარ მისი ბრძოლიდან გამომდინარე, ანუ რენგეტ აფი როგორ შეიძლება მაგას მიაღწიოს, ძალიან დიდი კითხვა არის რა. ხო და ანუ ჩიმაევზე არ ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა ხარ. ხო და პაიფერს ხო, ანუ აქვს რა დაამტკიცოს და პლუს რაც ყველაზე კარგია ჩვენ მაყურებლებს გვაქვს რა უყუროთ, რას უყუროთ რა. ანუ არის რაღაც კითხვები, რომელსაც ახლა ყვალინდელ მაჩაპებზე გვაქვს კითხვა, ანუ ყველაზე ხარ რა. და აქ რას იზამს პაიფერი, აქ რას იზამს პაიფერი, ამ ბრძოლაში რას იზამს, თუ გინდა ბორაიოსთან შევახვედროთ მაგალითად რა, რას იზამს პაიფერი, plus ეხა ბორაიო რეალურად შეუძლია მოუგოს, პაიფერს შეუძლია მოუგოს ბორაიოს, უკვე დაიმკვიდროს უფრო მჭიდროდ თავს ტოპ 5-ში, მაგრამ მე უკვე ესეთი მასტადონტები არიან იქა როგორც ეხა ადე რა ქვია სტრიკლენდი, დუპლესი, ტიპები რა ქვია იმამოვი, ამათ როგორ უნდა ამათ რო უყურებ ამ ელიტის ელიტას, ანუ აქ რა როგორ გამოჩნდება დიდი კითხვა არის რა, ანუ მაყურებელი მინუსში არ ვართ რა, პლუს ახლა პაიფერის კარიერა უეჭველი დალაგებულია რამოდენიმე წელით წინ, იმდენი მაგარი მეჩაპი აქვს რა, ტოპ პირველ ათეულშიც, რო ვთქვა, მოგება წაგება მნიშვნელობა არ აქვს, პირველი შემდეგი 3-2 ბრძოლა ძალიან მაღალი დონის აქვს რა ტიპს. და ეხლა მაშინ ადესანიას ეხლა ბრძოლის პრობლემა არ ექნება არასდროს და დარწმუნებული ვარ. ხო არა, მე მაგას გულისხმობ, რომ fan favorite fight-ებზე უნდა გადავიდეს რა, მაგალითად დიას ეჭუბოს, ვიღაცას ეჭუბოს, უფროს დიას გულისხმობ რა.
ბიჭო და ამ კარს კიდე გადავხედოთ რა Co-main event-ში იყო ძალიან მაგარი ფინიში რა ალექსა გრასომ თან ნოკაუტი და თან მახრჩობელა ძალიან ზიანიანი იყო ანუ უბრალოდ უნდა ახსენო ესეთი ფინიში იშვიათად მახსოვს თან გოგოებისგან რა კი. კიდე შენ რა მოგეწონა რა ამოირჩია შენც ერთი მომენტი ამ ქარტიდან რა ან ბრძოლა მე ხა მაგალითად გამოვარშევდი ბახამუნდესის და მუსაევის ბრძოლას ტოფიკ მუსაევის ბრძოლას ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო რატო იცი რაღაც მომენტში ანუ ჯერ ერთი ძალიან კონკურენტული ბრძოლა იყო და რაღაც მომენტში ხო ბახამუნდესი ძალიან წინ იყო და მუსაევი კედელზე ჩაიჭიდა გადაყვანის დროს რა როცა ბახამუნდესი გადაყავდა და მაგანი იმ დონეზე ანუ მე გარ დისი თქვა დისიმაც თქვა მაგი მოკლედ რა თქვა რა უკდაგონისა ხრიდან კომენტატორი როცა იყო შეიძლება მაგ მოქმედება იმ ხელაზე შეცვალა შედეგი ბრძოლის და დიდი ქათი დაადო დიდი გაიჭრობა დაადო მუსაევა მინგი ოქტაგონს ჩაეჭიდა მრიქთან გადაიყვანა მაგათ თვითონ ბახამუნდესი სამიშენის ბით ფინიშით ფლობდა და ანუ ძალიან ისეთი რაღაც იყო მომენტი იყო სადაო და საინტერესო ბრძოლა იყო იმიტომ რომ რაღაც სადაო პატარა ნიუანსებიც იყო რა და ზოგადად ისეთ ძალიან მაგარი სტეიტმენტი გააკეთა ვეტერანმა რა რომ ახალგაზრდა პროსპექტის შეძლო გამკლავება თუ რა ჩანდა ბახამუნდესი ჩანდა მუსაევიზე ორი თავით მაღლა როგორც მე ბრძოლის ჩანის გამოიყურებოდა გინდა დგომში გინდა პარტერში ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო პლუს შორტ-ნოთესის შევარდნილი მძიმე წონა რომელმაც მარტინ ტიბურა დაამარცხა აკვარი საბჭო ანუ heavyweight-ის დებიუტი ხო Tyrell Fortune ხო Tyrell Fortune ხო heavyweight-ის შორტ-ნოთესის შევარდნილი Tyrell Fortune დაამარცხა მარტინ ტიბურა მაგი ხო вообще მისი რავი რა სასწაული ლეველის პერფორმანსი იყო ჯერ ბრძოლაში და მე რა დაიწყა მისწორდა ხო ლაივში უყურებდი და ანუ ტიბურა გამოაცხადა გამარჯვებულად მაგას აუწიენ ხელი და ტიპმა ისე მშვიდად გავიდა და მიიღო რა და აი აშკარად ჩანდა რომ ყველა მიცოდა ვინ მოიგო ეს ბრძოლა ანუ უდაოდ მოიგო რა უდაოდ 3-0 თუ არა 2-1 მაინც მოიგო უდაოდ რა გავიდა და ტიპი აიღენდა და დააბრუნდნენ. ყველაზე ხარ და უკან ხელი აუწიენ, ამ ხელა მიღწევა წარმოიდგინე მისი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგადად შორტ-ნოთესზე შევარდი, ბრძოლა მიიღე ძალიან მაგარი წარმატებითი ასპარეზი და ანუ ხო შეიძლება ადამიანი რაღაცა მაგარი კატეხილში დარჩე მომენტში ემოციას როგორ დამალავ, ხო? მაგრამ აშკარად მაგდენი კაცობა იყო ტიპს, რომ ანუ ღირსეულად მიიღო და ხო და კომენტარი ინტერვიუში თქვა after fight ინტერვიუში რომ მე სისქენიო რა ქვიო რა ანუ просто ჩემ თავს უბრალოდ ჩემ თავს ვეკითხებოდიო რა ანუ რა პონჩი წავაგიო არ ვიცოდიო რა და მივიდიოდი ახლა ფიქრობდი ანუ იმაზე კი არ ფიქრობდა რა უსამართლოდ მომეხსენო ხოაზე ხარ იმას ვანალიზებდიო საწავაგი ბრძოლაო რა და ანუ ძალიან კარგი პროსპექტი გამოჩნდა მძიმე ზონაში და დარწმუნებული ვარ რაღაც ახალი სისხლის პონჩი იქნება რა მაგიუსში და რაც საჭირო იყო ძიმე ზონაში აუცილებლად საჭირო იყო რა ზუსტად და გონია რომ ცდილობენ და მაღაზი მუშაობენ სპეციფიურად რავი ახლა შორტ-ნოთესზე მაგათ UFC-ს გამომართლა შეიძლება თქვა ესეთი ტიპი რო გაიჩნდა თორე ახლა თან მაგ მომენტში ხო მე ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით იმაზე რომ მძიმე ზონები იუსადის შემდეგ ხო მძიმე ზონა მაგრამ მოიკოჭლა იუსადის შემოსვლის შემდეგ რა ანუ ანტიდოპინგ ჭიდრობდა მძიმე ანტიდოპინგური კომისიის იუსადის შემდეგ რატო ანუ შენ გონია რომ იუსადის შემდეგ უფრო გაიწმინდა სპორტი კი არა უფრო გაიწმინდა კი არა შეიძლება უბრალოდ დასერჩოდა და ინახო ვიდეოებს რომ რამხელა განსხვავება არის მძიმე ზონებში იუსადამდე და იუსადის შემდეგ ანუ სასწაული განსხვავება არის არა რა მარტო ამ ვალისტაროვილიმს და ბროკ ლესნარზე, არამედ სხვა ბევრი მძიმე ზონაზე ვამბობ რა. და როგორ იქცა იცი მძიმე ზონა, კაროჩე რა პიკ პერფორმანსი გვაქვს, უკვე მართლა ისე რა ქვია. ტაიტუ ივასა და ესეთი მებრძოლეები ხოაზე ხარ მძიმე ზონაში პიკ პერფორმანსი არის. კი, მაგრამ მართლა იცვლება ძალიან ახლა სიტუაცია რა. პერერა ხო ადის მძიმე ზონაში. კი, მაგრამ პავლო კოსტაც ადის ახლა და დაუმარცხებელს ხვდება აზმატ მურზაყანოვი რო არის 1-16-დან 0. მერე ის დაუმარცხებელი არის კიდე ჯოშ ჰოკიტი, ეგ ხვდება კერტის ბლეიდს
და ეხლა რო დაემატა ეს ბიჭი Fortune რა, თითქოს ახალი სისხლი შედის. ზოგი სხვა დივიზიონიდან, მაგრამ თითქოს არ მართლა მუშაობენ რა, გადამუშავება მიდის heavyweight-ის და არ დაივიწყო ის. ყველაზე დიდი ჩემი აზრით და თუ გინდა რომ ნახო რომ UFC ცდილობს თუ არა უნდა თუ არა გამოსწორება ამ დივიზიონის ქნება ის ფაქტი თუ შეიძენენ Stevensons კი. რა თქმა უნდა, არა, მაგ რო ეჭველი შეიძენენ, მაგას საუბარი არც არის ზოგადად რა. გილ სტივენსონი მაგათმა თუ არ შეიძენენ, მეტი რა უნდა შეიძინოს. ამ ბოლო დროს რა ვიცი, თითქოს აზე არა ვარ, I don't know man. ჩემი აზრით რაღაც ეხა დაბალი რეკორდის შეძენილი მებრძოლი არის ამოდენიმე კეისი ახლა ასეთი ბროკ ლესნარი, კეინ ველასკესი დაბალი მძიმე წონით კი, მაგრამ კარგი დაბალი რეკორდი ხვიჩ ბიჭო ის CM Punk-ი შემოიყვანეს, აი რა ეს ოლიმპიური ჩემპიონია და უკვე გადაუარა რეგიონალს ისეთი რაღაცები გააკეთათ. რაზეა საუბარი? არა, 100%-იანი მართალი ხარ, მაგით მესმის. ანუ მაგით იდეაც მესმის და მესმის მაგი და ანუ მაგათ საბაზრო მოთხოვნილობებიდან გამომდინარე იქნება მაგი, თორე ეხა რეალურად ხვალ MVP არის ანუ ორგანიზაციაზე რა, ისეთ კონტრაქტს შესთავაზებს. ისეთ კონტრაქტს შესთავაზებს გიგეიბლ სტივენსონს შესთავაზებს ან არა და ან პირიქით შეიძლება უკმინოს უკან. ერთ ადგილას UFC-ს წარმოიდგინე, ეხა რომ წარმოიდგინე რომ Ngannou versus Gable Stevenson on outside UFC. ხო აზე ხარ? ხო აი ეგ ვარიანტებიც ხო არსებობს რა? კი, მაგრამ ახლა ერთ რაღაცას უნდა ვთქვათ, რომ ახლა განუ ცხოვრებაში არ გარისხავს მისი თავით, ახლა განუ მაგარი ისეთი ტიპია, ზანტი ტიპი არის, ხვაზე ხარ რა? მაგ პონჩი ცხოვრებაში არ გარისხავს მისი თავით გეიბლ სტივენსონთან რომ ოქტაგონში დაიგედოს. მართლა ესე ფიქრობ? მე დარწმუნებული ვარ მაგით 100%. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. ბიჭო, კაცი რომელიც კრივში შევიდა იმასთან Fury-სთან და Joshua-სთან, ეხა MMA-ში ახალბედასთან რატო არ შევა? მაგდეს ვერ გადაუხდიან. Police Spawn-ში? მაგითო თქვი, ხო, იმიტომ უცებ ვერ მივხვდი რა. ბიჭო, ვინ ვერ გადაუხდის MVP? რატო ვერ არ ვიცი რა. ბიჭო, დაჟე Dana White-მა თქვა Nate Diaz-თან მქონდაო ეხა საუბარიო და აპირებსო დაბრუნებასო UFC-შიო და კიო აპირებდაო, მაგრამო ეხაო ისეთი პირობა შეთავაზესო რომ უარი ვერ თქვაო რა, ანუ MVP-ზე უბნებ იცახის Dana რომ იმდენი ფული გადაუხადესო Nate-სო რომ უარი ვერ თქვაო რა. მესმის. უყურე Ngannou ხო ფრანსის Ngannou რეალურად ხო ანუ ტიპი არის heavyweight ერთ-ერთი რა ვიცი რა გოუთი ვერა, იმიტომ რომ პირველად არის, მაგრამ ანუ რეალურად ლეგიტიმურად ერთ-ერთი საუკეთესო heavyweight-ია მსოფლიოში, საუკეთესო თუ არა. და რა მომენტია უყურე, ტიპი იმდენად არა გაყიდვადი არის, ხო? რომ რეალურად მაიკლ პერიმ და ნეით დიაზმა ანუ გადაწიენ უკან. მაგიდან გამომდინარე გასაგები არის რატო შეისთავაზენ დიაზს, რა? იმიტომ რომ დიას ხო შეუძლია ესე ქვია სოროში ჩხუბი გაყიდოს. და ყველა მოვა მაგის საყურებლად რა. და განუს ეხა რეალურად თვითონ მაგ ბზოლის გამყიდველი არა პლუს ხო მე ხა შეიძლება ვთქვა პირადული არის ანტიპატია მქონდეს განას მიმართ. ხო ხა სიმპათია არ გამაჩნდეს ესე რომ ვთქვა და არ მივასებოდეს განო, მაგრამ ანუ მე ობიექტიურად არ მივასება, ანუ იგი არა რომ მე რაღაც მისი კანისფერი არ მომწონს ან სხვა რაღაც არის. უბრალოდ ტიპი არ ანუ რაღაცებში არის დაჭერილი ისეთ ბაზრებში ხა, ხო? რაც არ შეესაბამება რეალობას რა. ჯერ ერთი ანუ ტიპმა UFC-დან წევიდა მთელი კრიტიკით დაანგრია მისი ჭკუით UFC ლანძღვით დაემით რა. და მე დაბრუნდა UFC-ის კონტრაქტს ჩარიჩობდა კიდე უკან. ხოზე ხარ რა? მაგ ხო ეს ფაქტია ერთი. ხო და მე კიდე ანუ ტიპა წევიდა მის მართლობის და მის გამწევიდა მის მართლობასთან UFC-ში და ახლა Dana White დეიტრია და ანუ იმიტატრია ხოაზე ხარ რა? ჰელვანისთან ინტერვიუზე იყო და იქ Dana-მ თქვა ერთხელ თვითონ რომ მოვიდაო და ფიზიკურად დამითრიაო რა, დამემუქრაო რა, Ngannou-ო და ყველა საინტერესოა და ვარიანტი არ არისო და მე Ngannou გაეძრო იმასთან ჰელვანისთან და ჰელვანიმ შეეკითხა ამაზე და უარი არ უთქვია, ანუ ხო შეეძლო რომ არ გამეკეთებიანო, არაფერი არ უთქვია, ანუ ეგ ქნა ხო რა.
ეგრე გამოდის. რეალურად ეხა იმას გულისხმობ, რომ რეალურად ეხა ხო რამდენად უფრო ძვირადღირებულებადი კადრი არის ნეიდიაზე, ხო ასე ხარ, როცა ანუ რეალურად pretty decent მებრძოლი არის, ხო ასე ხარ, pretty decent მებრძოლი კიდე ანუ კომპლიმენტის პონჩი არის მაგის, ხო ასე ხარ, რეალურად ეხა ტოპ ვერცე ტოპ lightweight-ის მაი ვერასოდეს ვერ მოუგებს დღესდღეობით ვინც არის, თუ არ გაყეზა, მაგრამ რეალურად ხო უფრო მეტი revenue შემოაქვს, უფრო მეტი თანხა შემოაქვს, ვიდრე განუს რა, იმიტომ რომ ხან განუ რეალურად ამდენიც ახლა მაგან არ უნდა იბუქსავოს, არავის არ მოგწონს, განუს ფანატი არ მინახავს. ყველაზე ხარა, ბევრი ბებზოლის ფანატი მინახავს, რომელიც მე უპირადად არ მომწონს, განუს ფანატი ერთი მაჩვენეთ, ყველაზე ხარა Floyd Money Mayweather-ს ყავს ბოლოს და ბოლოს ფანები, ყველაზე ხარა, რომელიც ახლა რაღაც მისი ლაიფსტაილიდან გამომდინარე იძენდა ფანებს და სამტიპს ლაიფსტაილით აქვს და მაგიტო რა თქმა უნდა დიაზი არის ის არის ვინც არის და განონგარებული არის იმაში რა ბიჭო აი რა მგონია იცი რაზე მინდოდა იცი ყველა იძახის რომ აუ ეს MVP-ო თითქოს რომ რაო ეხაო რა ხო ასე ხარ ნო ვერაფერს არაფერს არ ნიშნავს ეს MVP რა ეს ნეიდიაზი და პარის ხუბი არაფერს არ ნიშნავს ჩინაკარანო ეს რონდა რაუზი არაფერს არ ნიშნავს ხო და რავი ლორენს ლარკინი და კიდე რამდენი არის ხო ბევრი ვეტერანი ცნობილი სახელოვანი ანუ მაგალითად ისიც მოკაევიც არის და ვანის ჩემპიონს ხდება და ანუ ეს რას ნიშნავს არაფერსო რა მაგრამ რატო გონია რომ ეს შეიძლება რომ არ შეიცვალოს რა შეიძლება დღეს არ ნიშნავს არაფერს მაგრამ ხვალ რაღაც კამარი გაიჩითა უფრო ხშირად გააკეთეს ხო ასე ხარ უფრო კაი კონტრაქტები გააკეთეს Netflix-ზე არის არ გონია რომ უფრო და უფრო გადავა ხალხი იქითკენ ჯერ ერთი როგორ არ ნიშნავს როცა ალექს პერერას დღევანდელი კონტრაქტი რაც არის ისტორიული და რეალურად საუბარი მიდის იმაზე რომ მაღალი დონის ლეველის ბოქსინგის ფულს აიღებს ალექს პერერა ყველა ბრძოლაში UFC-ში რა და კონტრაქტის დასრულების შემთხვევაში 100 მილიონი შეიძლება გადაახდეს დოლარს გამომუშავების ეს იმიტომ მოხდა რომ კონტრაქტი დაუსრულდა და MVP ამ ხელა შემოთავაზებებით გამოვიდა ხო ასე ხარ UFC-ს მოუწია მაღალი დონის მაღალი რიცხვების შესთავაზოს ალექს პერერას სასწაულად მაღალი რიცხვები მოუწია რომ შესთავაზოს ალექს პერერას რა რაც არ ყოფილა მანამდე UFC-ში ოფიციალურად დაანონსებული რომ ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი მებრძოლი იქნება UFC-ს ისტორიაში ალექს პერერა ამ კონტრაქტის დასრულების 8 ბრძოლა რა შემდეგ თან მაგრაევა ასება UFC-ს 8 ბრძოლიანი კონტრაქტები რა დიდსახელებთან ანუ ტიპმა პენსიაზეც რო წავიდეს და რო ახლა ადესანია რო დაემართოს ასე რო ვთქვა ჭრალებში ტიპს წარმოიდგინე რა კონტრაქტი აქვს ხალხში რომ რა ხელავალდებულობა გააჩნია UFC-ს მაგას თანა და არა მაგას UFC-სთან ამ შემთხვევაში მოკლედ რო ვთქვა რა ხო და რა თქმა უნდა პირველ რიგში უკვე შერეული საბრძოლო ხელოვნების ბაზრობაზე კარგი გავლენა იქონია MVP და ანუ კიდე იქნება რა სხვადასხვა გავლენას კიდე დავინახავთ უბრალოდ ასე რომ ვთქვა რა რადგანაც ეხა თუ ჩვენ გვესმის ის გამონაძახი რომ ჯონ ჯონსი ითხოვს რომ UFC კონტრაქტიდან გამიშვით თუ მეუნებით რომ ანუ მე ის ვქენიო რა არ ვარ იმაშიო რა ქვია White House იმენს არ ვიყავით არ მილაპარე გამიშვით კონტრაქტიდან UFC კონტრაქტიდან რომ გაუშვათ ჯონ ჯონსი ხო შემდეგი ბრძოლა იქნება ჯონსინგანო MVP-ს კარდზე რა თქმა უნდა და ეს იქნება რეალურად ანუ ეგ იქნება ახევა უკვე სპოტლაიტის ხო ახევა იქნება ნებისმიერი აი რაც ხუბი უნდა იყოს რომ მაგას არ უყურო რომ UFC-ზე იყო რომ იმას უყურო ხო ნებისმიერი უდიდესი კარდი რომელიც იქნება UFC-ში ზუსტად იმ თარიღზე დაუსვამენ მაგენი MVP-ს ჯონსთან განოს და ანუ აჯობებენ ფაქტიურად რა მარტო აი დაჟე ჩვენი კაცი რო იყოს რა ილია თოფურია ვისაც არ ხვდებოდეს ეგეც ჩართული გექნება ხო უეჭველი ხო ანუ ორივე გექნება ჩართული კიდე თუ არა ხვალზე ხარ რა მაგიდან გამომდინარე ისეთი ბაზარი არის მაგი რა გადავაბიჯოთ რაფზე და ვილაპარაკოთ რაფზე ხვალზე ხარ და რაფიც არის საერთოდ კონკურენცია არის UFC-თვის
კი, ერთ შეგონიათ დროს ხო რა არ იყო კონკურენცია? რაფის main event-ი და UFC-ს ახლა ადესანია იგივე დროს იყო თითქმის. აჰა. ზუსტად ის ბოლო თან ბრძოლა. თან ეხა ხო side hustle-ი აქვთ ასე რომ ვთქვა UFC-ს მებრძოლეებს რომ მმ, რეალურად easy money გააკეთონ ზიანის გარეშე და კარიერის მმ, პაუზების გარეშე რა. მმ, და ეხა მაგ side hustle-ი ახლა გინა მერაბ დვალიშვილი ყავენ ეხა UFC-მ რამდენი ჯერ მერაბმა რამდენი გააკეთა და მე UFC-მ რამდენი გააკეთა რომ მერაბ დვალიშვილი ყავდეს სხვაზე ხარ რა. ანუ მერაბ დვალიშვილი იყოს ისეთი სახელი როგორც არის და ეხა რეალურად რაფი სარგებლობს მაგით რა. UFC-ს პროდუქტით სარგებლობს რა მმ. რაფი და ანუ კიდევ თუ UFC მერაბს მომავალში ახლა როგორც წარმას არ აძლევს საშუალებას მაგალითად წარმას არ აძლევს საშუალებას ხო ეხლა რეალურად ხო არმანი თუ მანამდე თვითონ მაიმუნობდა და რაღაცა დებილობებს აკეთებდა და მაგიტო არ ჩხუბობდა და ხან ვიზე ვარი თქვა ხან გამროძე ვარი თქვა ხან რაღაცებს და კინგში იყო წაჭერილი ხო ეხლა მმ, რეალურად UFC არ აძლევს მაგის საშუალებას რა მმ. და ეხა თუ არ აძლევს UFC საშუალება აქვს არმან საით ჰასლები მისი ხვაზე ხარ აგინაღამ და ყველა კვირა ტიპი რაღაცას ჭიდაობს ხან გრეპლინგს ჭიდაობს ხან თავისუფალ ჭიდაობას ჭიდაობს და თუ რაღაცა დიჟენი მოძრაობებში არის რა გვარში ამიტომ ესაც ძალიან მაგარი არის მთელი შერეული საბრძოლო ხელოვნების და იმისა რომ მებრძოლეები შეჩერებულები არ იქნებიან ასე ვთქვათ რა მმ. ანუ თან просто ეგეც თან რაღაც ისე freak show-სავით გამოდის თან ძალიან კი entertainment რა და freak მაგრამ show თან გამოდის 40 წლის ანაზაურებაც არის საკაიფო წარსული ხვაზე ჩემპიონი ხარ რო შეხვდება 25 წლის დღევანდელ ჩემპიონს რა ეგეთი გონია რა ხო რა, ანუ საითაზლი არის და ანუ რა რაღაც კიდე ერთი ნიშა, სადაც შეუძლია სპორტსმენს მის სახელიდან გამომდინარე რაღაცა გამოიმუშაოს. ყველაზე ხარ ხა მმ, კოლბი კოვინგტონი იღენ და დააგდენ ტიპა UFC-მ რაღაცა იმენა ანუ რაც RDA-ს და საწყის RDA-ს და ჩხუბის წინ დაიმუქრენ, რომ სანახაობრივი თუ არ იქნები და ახალ მაყურებელს თუ არ დაინტერესებს, რომ შენ გაგდებო, კინაღამ და იგივე დაემართა. ყველაზე ხარ რა ტიპის არავინ და არსად არ აჩხუბებენ, რაც შებოჭილი არის, გადაგდებული არის ღობის გარეთ, მაგარი გატეხილი არის, რომ White House-ის კარზე არ მაჩხუბენო, ვითომ ყველაზე ხარ რა მე უნდა ყოფილიყავიო მანდ ისაო რადგან მე ვარ პირველი ჩემპიონი, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს მიუტანე კამარიო. ამიტომ გამომდინარე, ტიპი კიდე რა აქვს, სად იმუშაოს და რა გააკეთოს აქვს. მაგალითად, სწორად რო ვთქვა, ყველაზე ხარ რა, მმ. სად იმუშაოს და რა გააკეთოს. უფრო სწორი რა თქმა უნდა რა აქვს. და ანუ ტიპა იმუშავა და გააკეთა რა, რეალურად. და არმანმაც იმუშავა და ჩაიყვანა, გადაიყვანა და დააგდო ეს ჯორჯიო რა, ეს ბერძენი ამერიკელი ბიჭი რო არის და იმან უთხრა მერე რომ იმ 10,000-ო გაბარეფო რა, იმიტომ რომ ეს მართლა სუფთად ჩაიყვანა და ნუ კარგად დაცრულდა რა, ხო ასე ხარ ის პირველი ძალიან ჭუჭყიანი რაღაცეები რო იყო, ხო ასე ხარ და ეს დასრულდა აი როგორ დასტოინათ ანუ წერტილი რა. ხო რა. არმანის რეპუტაცია მაინც შედახული არის ახლა როგორც მებრძოლეს რომელიც რაღაცა ისეთ სიტუაციებში იჩითება რა. მაინც ისეთი დღით აქვს რაღაცა. დღით დღით არმანი არის და საღამოთ ბეტმენი ძმაო მეტი რაღაც. ბიჭო, ნეტა UFC-ში ბეტმენს თუ დაუძახებს ისა ბრუს ბაფერი რა, ეგ იქნება ძალიან საიდე. ბეტსმენ. ხო და ხვიჩ 18 აპრილს ველოდები დრაფტს კიდე რა. დვალიშვილი სეხუდო ოლიმპიური ჩემპიონი ძმაო, ხო? რომელმაც კი, აი. ეხლა დაასრულა კარიერა რა. ის ახლა უკვე სხვა ლეველი შეხვედ რა არის არა, რადგან სხვა ყურებადობით რავი რა, როგორ თქვა. ჯერ თავისუფალი მოჭიდავების მოყვარულებისთვის ოლიმპიური ჩემპიონის დაბრუნება ჭიდაობაში. დაბრუნდა და იურაი ფებრეს რა გაუკეთა ხო და ვინახეთ ანუ რადგან ჭიდაობის თვალსაზრისით რა დონეზე იყო რა. რო ანუ იგივე ოლიმპიური ჩემპიონია, იგივე სხვა ლეველზე არის და ეხლა კიდევ მე რა ვიღებულობს მაგარ გამოწვევას მისი კარიერაში ასე რომ ვთქვათ რა რადგანაც თუ MMA-ის მოედანი და დარტყმები და შესრულები არის მერაბის სტიქია თავისუფალი ჭიდაობა ორიგინალური ჯუდოს და სამბოს მოჭიდავისთვის ძალიან ღია კითხვა არის რა რამდენად ბევრი კითხვა და კითხვა არის რა რამდენად მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს და აქტიურ მოჭიდავეს გაუკაჩავს
თავისუფალ ჭიდაობაში მერაბი რა ძალიან მნიშვნელოვანია რა მაგი ძალიან საინტერესო სანახაობრივი არის ანუ ესა ერთგვარი ჩელენჯი რა არა თუ ის ახლა ბლოგერი შეძლებს თუ არა პროფესიონალური მებრძოლის გადაყვანას ახლა არმანის შემთხვევაში რაც იყო ყველაზე ხარა მაგი ახლა ჩელენჯი არ იყო მე ვიცოდი რომ არმანი ზოგადად მაგარი მოჭიდავე იყო ვიდრე მაგი ტიპი ყველაზე ხარა მაგრამ ახლა ისტორია სადაც მე აქვს უკვე გდებები აქვს განაკეთების შეხუდოზე ბრძოლაში და ამ დროს მერაბია აბიჯებს სადღაც წესით ანდერდოგი მაგი არის რა მერაბი საინტერესო არის რა მერაბი ანდერდოგი ანუ თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონთან ხო ჯუდოს მოჭიდავე და სამბოს ბეის მოჭიდავე შეიძლება ანდერდოგი იყოს ხოლმე ხარა რადგანაც აი სად შეიძლება წააგოს იცი ჩემი აზრით თუ პირდაპირ გდებებს არ გაატარებს აი პატარა დეტალებში და პატარა ნიუანსებში რაც არის ნოხიდან გაყვანეს როგორც აკეთებს ახლა არმანი ხო კი ვითო ეს მებრძოლია მაგრამ თავისუფალ ძალიან მაგრა ჭიდაობს ტიპი რა აი ნოხიდან გაყვანები რაღაც აი პატარა ფულების დაგროვები ანუ ეს გამოცდილებით რასაც სწავლობ რა ამდენი წლები ხო რა კოვინგტონი რაც დაგროვებს ნოხთან აი ტიპი რამდენი წელი MMA-შია მაგრამ ნოხთან მაგრა იმენა ჭამს ნოხს ტიპი ხო აზე ხარ რა მაგრა აგროვებს რა ნოხის სიმაღლე არის და იმიტომ ხო და მაგიდან გამომდინარე ახლა ოლიმპიურ ჩემპიონთან ნოხზე ყველა ანდერდოგია და ახლა ასეთ ოლიმპიურ ჩემპიონთან და ასეთ ლეგენდასთან ჭიდაობის როგორც შეხუდო არის ჯუდოკა ერთგვარი და სამბისტი შეიძლება უფრო ანდერდოგად გამოიყურებოდეს მერაბი არის შოუმენი ხო აზე ხარ ხო არა თქმა უნდა მერაბი შოუმენია დაფასებული სპორტსმენი რომ ანუ ჩელენჯებს ღებულობს ერთგვარს რა წარმოიდგინე რეებს გააკეთებს რა ხო წარმოგიდგენი აქ რაღაცებს რო გააკეთებს ხო ზუსტად იცი რა ანუ ხო რა ზუსტად ანუ ვიცი თავარი რა არის რომ აუდიტორია მოლოდინში არის მაგ შეხვედრის რა და ჩნობა არ აქვს ხო და თან კაი ის არის ვენდეტას პონტი გამოდის შეხუდოსთვის ჩანსი იმიტომ რომ გალიაში რაც უქნა ყველამ დაიწყო რომ ოლიმპიური ჩემპიონი როგორ აიყვანო ტომარასავითო გადმოიდო იმაზე მხარზეო და იმას ქნაო მე საუბრობდა ტელეფონზეო ზაკენბერგთან თუ რაღაც კაროჩე ხოაზე ხარ და ეს რაღაც პონჩი როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხარ რაღაც მე ვითომ შენ იმაზე რო არის არენაზე რო არის ეხა შენი სტიპულაციით ძალიან მაგარი არის რა მე მგონი საინტერესო არის ძალიან კი და მაგიტომაც ვიქნებით 18 აპრილს ეკრანებთან let's go Marab და მოკლედ ხალხო მაგარი ამბავი გვაქვს კიდე ჩვენ ჩავწერეთ ძალიან მაგარი ეპიზოდი ხო გამოგვივიდა ხვიჩი სპეც სტუმართან ერთად და მალე დაიდება ანუ ამას რო უყურებთ დღეს არის ჩვენთან კვირა არის მოკლედ 29 არის თუ არ ვცდები ხო 29 მარტი ეს დაიდება ჯერ და მერე მაგარი სტუმარი ანუ დარჩით ჩვენთან Fight Hop podcast-თან Spotify-ზე კიდე საათ ხვიჩ Apple Podcast-ზე, YouTube-ზე, ყველგან ვართ რა, ყველგან სადაც Instagram-იო, კიდე TikTok-იო, თუ რეები აღარ არსებობს, ხო Facebook-იო. მე გეტყვით რომ დაგიანონსებთ რომ აი ძალიან ფეთქებადი მის ეპიზოდი გადავიღეთ და რა შეიძლება ფეთქებულები დავვრჩეთ. მაგარ ბიჭთან ძალიან მაგარ ბიჭთან. და ვინც ჩვენთან დარჩა რა, ვინც ჩვენთან არის და გვაძლევს ენერგიას, გვიყურებს უღრმესი მადლობა თლიან Fight Hop სამყაროს. ხვიჩ You tune into the Kartwelians on the Fight Hop podcast. Fight Pod